გამარჯობათ ჩემო საყვარლებო. მოგესალმებით ქალბატონი ნარგიზა სანზარეულო. ნარგიზა სანზარეულო ისვენებს გოგოებო დღეს, იმიტომ რომ საღდგომო მომზადებები 2-3 დღეა ხანის გავაკეთეთ ეს, ხანის გავაკეთეთ, ყველაფერს ცოტ-ცოტას ვაკეთებდით, იმიტომ რომ აღდგომას და ახალ წელს ხო იცი ასე გავაკეთებთ, ისე გავაკეთებდით და მე რჩება ეს საჭმელი და გვეცოდება გადასაგდებად მარტო იმას რომ თავი დავანებოთ რომ უამრავ ადამიანის ენატრება რაღაცები და არის ასეთი ცუდი სიტუაცია ამას თავი დავანებოთ ისა რა ქვია ჯაფარი შიგნიჩადებული თანხებია შიგნიჩადებული და ყველაფერი ერთად დავდაყრილი ამიტომ ვეცადეთ ყველანაირად რომ ცოტა გაგვეკეთებია მაგრამ ოჯახში როგორც იცით მთავარი მჭამელი ვინცა კუჭი აქ იმას ამოჭრილი და ვერ ერევა ამდენ ამის ის ვეღარ გავითვალისწინეთ ლა კარგად. ხო და მაინც დაგჭეთ ცოტა საჭმელი. ახლა ვიღაცამ მითხრა რომ ისა რა ქვია, ვაიმე იმდენი გაჭირებულია მის ერთი საინი ვინეგრეტი და 2 ცალი ქათმის ფეხი რომ მოგჭა, იმას ახლა ადამიანს როგორ შეთავაზებ. ვერავის ვერ იმასკნი ხო და ვერ ადგები ახლა ერთი თებში ვინეგრეტით და ვერ იძახებ აგერ მომჩა ბატონო და თქვენ მირთვით ვისაც გშია თქვა ეს რა წესია ვიღაცამ დამიწერა ასე კომენტარში და გავუბრასდი ნიკე Facebook-ს ხო და ერთი სიტყვით ეს ბევრი რო არ გავაგრძელო ეს არის ჩვენი საქმე. მე და დედა ვზივართ აქეთ და ყველაფერს გაკეთება გვეზარება, იმიტომ რომ დედაჩემ გათბობა გამორთო, აღდგომის მერე კაი ამიდებიაო. ხო და წყალი გამოუშვა ის და ეხა ხო კი ვქცევა, მაგრამ აღარ თავს უკან. კაი ამიდები დაიწყო არა და ხალხოს გავიყინე. სიცივი აპრილი ასეთი ცივი ჯერ არ მახსოვს რა ვიცი ხა შეიძლება ხადრი იყო ცოტა რაღაცა, მაგრამ ერთხელ ბავშვობაში მახსოვს თოვაც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს წლებია, ბოლო წლები ასეთი სიცივე და დაბალი ტემპერატურა ზამთარშიც არ ყოფილა. ხო ძალიან გაციდა სახლი და ცდილობ ახლა რომ კარმა გვაქვს ჩართული აგერ ზალაში, მაგრამ ხო იცი ერთ ოთახში რო გათბობა და ნარჩენი რო გაციებულია, ძალიან ცუდი არის მაინც და კი ვარ აგერ შემობუძგული და დედა გადიგამოდის და აკეთებს საქმეებს. ხო და ესე ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ დღეს. ერთადერთი დედამ გადაწყვიტა ხომი გააკეთოს, ხომი და ტყემალი. ვინეგრეტი მიპაჭუნებს თვალს მაცივარს რომ გამოვაღებ ხოლმე. ხო, მაგრამ მინე კიდე ერთხელ ბუჟიერო მაქარავ დედაჩემი. ხო და ვინეგრეტი მეწოდება, მიპაჭუნე თვალს შემჭამეო, გავსინჯი გემრიელი ვარო. მაგრამ მე უძალიანდები. მაგრამ დღეს შევჭამ. ალბათ. ხო, ასე ვფიქრობ. თქვენ გააკეთეთ ხომი, გადაასყიდეთ ტყემალი, ძველი ტყემალი შეგიძლიათ გადაკმაზოთ, ახალი ტყემალი ჯერ ახლა ხეებზე დავათვალიერე და არ მოიკრიფება და ჯერ არ გეკეთდება ადრეა. ბაზარში კი იყო, მაგრამ ცეცხლის ფასი აქვს. ასე რომ ჯერ კიდე ძველი გაკეთებული ტყემალი შეიძლება გადაიკმაზოს და გემრიელი იყოს ხომთან ერთად. ხო, ცოტა განტვირთვასაც გააკეთებთ და ძალიან კარგი იქნება. ასე რომ ჩემო მეგობრებო, დღევანდელი დღე ვერაფერი ისეთი განსაკუთრებული ლამაზი და მხიარული და გემრიელობები ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ არის ნერვიულოთ ჩვენც ჩავდგებით ფორმაში. მე და დედა და აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელ რაღაცებს. წარმატებულ დღეს გისურვებთ, მრავალ კაი დღეს დაესწრით კიდევ ერთხელ. ხო და შემოგერთდებით მერე გემრიელ რაღაცებს რომ მოვამზადებთ. აუცილებლად. არის ნერვიულად.